მოწმის უსაფრთხოების ნაწილში გარკვეულწილად აუმჯობესებს მდგომარეობას, რადგან მოსამართლის წინაშე მოხდება მოწმის დაკითხვა, რაც შეეხება მხარეთა თანასწორობის პრობლემას. სამწუხაროდ მხოლოდ ბრალდების მხარეს აქვს ის ექსკლუზიური უფლება, რომ სავალდებულო წესით მოსამართლის წინაშე დაკითხოს მოწმე, ამ პროცესში დაცვის მხარე არ მონაწილეობს. კვლავ რჩება იძულების მექანიზმები და სტანდარტი იმდანაც დაბალია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდამცველს შეუძლია წაიყვანოს მოწმე დასაკითხად იძულების წესით, მართალია ეს იქნება მაგისტრატ მოსამართლესთან, მაგრამ მოწმეზე შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს ზეწოლა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები არ მოსწონს სახალხო დამცველს. სასამართლოს გაცილებით მეტი უფლებები ენიჭება, როდესაც საუბარი არის იძულებით მიყვანაზე კონკრეტული მოწმის, ეს რა თქმა უნდა გარკვეულ რისკებს წარმოშობს, რომ ის გამონაკლისი, რომელსაც ცვლილება ითვალისწინებს, შესაძლოა მომავალში გახდეს როგორც წესი და ფართო მასშტაბიანი მოვლენა. კანონპროექტს პირველი მოსმენით იურიდიულ კომიტეტზეც განიხილავენ. მოწმეების დაკითხვის ახალი წესი კი დამტკიცების შემთხვევაში 2016 წლიდან უნდა ამოქმედდეს. რეკლამის შემდეგ დღის სხვა სიახლეებს გაგაცნობთ. ტრანსანატოლიური გასადენი 2018 წლისთვის დაგეგმილი პროექტი დაჩქარდება. ვიღებ მეტ გაზს, ვიდრე უნდა მიგვეღო, მოცულობითი სამუშაოები არის შესაძლებელი. რა შეცვლის ტანაპი რეგიონის ენერგეტიკულ რუკაზე. around you. Smile and I'll take a picture of you. ისარგებლეთ იპოთეკური სესხით ამერიკულ დოლარში 8%-დან, ეფექტური 9.56%-დან 15 წლამდე ვადით და მიიღეთ საახალწლო საჩუქარი. ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი. ბრიჯსტოუნის ზამთრის საბურავები საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ნებისმიერი სიტუაცია, შექმნილია უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის. Bridgestone შეიძინეთ თეგეტა მოტორსის ცენტრებში. გორგიაში საახალწლო ფასდაკლებების აქცია დაიწყო. ლამინატი 11 ლარი და 40 თეთრიდან, კარები 117 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. გახდი სანტა, შეიძინე ელიტ ელექტრონიკში ბოშის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აირჩიე საჩუქარი, ფასდაკლება და მოიგე 20,000 ლარი, ან სხვა უამრავი პრიზი. დაასწარი სანტას. შენს ხელშია ბედნიერების უფლება. შენ მარტო არ ხარ. ჩვენ ბევრნი ვართ. არ დაჩაგრო ქალი. იცოდე, ზალადობენ სუსტები. ერთად ვიზრუნოთ ქალებს. ჩვენ ერთად შევძლებთ. თუ არა შენ, ვინ შეაჩერებს ზალადობას? კონდეს საკუთარი თავის რწმენა. ჯეროდეს შენ შეგიძლია არ დაუშვა ზალადობა. ამხილე, მოდალადე. ნუ შეგეშინდება. იცოდე, ყველაფერი კარგად იქნება. თქვი არა. 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 თქვი არა. თქვი არა. 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 თქვი არა. თქვი არა. 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 არა ზალადობას. დავიწყეთ. თქვენ კი რეალურად აიხდინეთ ყველა სურვილი. ლარში სესხები მხოლოდ VTB ბანკში გაიაფთა. VTB ბანკი დიდი უპირატესობა. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. თეთრეულის კომპლექტი 11 ლარი და 50 თეთრიდან, საბანი 15 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. ბავშვები თამაშობენ, ბავშვები სწავლობენ. ზოგჯერ ბავშვები ნაადრევად ქორწინდებიან უფროსებზე. საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ. გოგონები გათხოვების შემდეგ წყვეტენ სწავლას. მათ არ აქვთ პროფესია და კარიერა. საქართველოში ყოველდღე 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. გოგონები მზად არ არიან ორსულობისა და მშობიარობისთვის. არასრულწლოვნებში მაღალია დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა. ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა. ნუ გაათხოვებ.
ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. როგორ მიხვდეთ, რომ ძაღლი განსაკუთრებით უყვართ, ის კი არ დადის, დაგორავს. ძალიან სწრაფად დადის, მაგრამ ფულსაც სწრაფად აქრობს. თუ თქვენ დაგჭირდათ სესხი, დაფიქრდით ორჯერ, უმჯობესია სამჯერ. ნეტკრედიტი მიესალმება გააზრებულ გადაწყვეტილებებს და გთავაზობთ პირველ სესხს უკვე 500 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ. მომდევნო სესხს 1000 ლარამდე. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. ახალ წელს მინდა ახალი smartphone-ი, მე კი პლანშეტი, მე ფოტოაპარატი, სარეცხი მანქანა, დიდი ტელევიზორი. ტექნობუმი, 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 ტექნობუმში სულები სულდება. Snow falls around, making this fun. Snow holiday, Christmas tree, you and me, isn't it? აირჩიე მრავალრეჟიმიანი პლანშეტი IOGA Tablet 3 Pro Intel Atomix 5 პროცესორის ბაზაზე, QHD ეკრანით და ინტეგრირებული პროექტორით. Lenovo აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები. ყურადღება, მოისმინეთ დეკემბრისთვის ექსპრეს შეთავაზება. ექსპრეს ბანკი წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და წარმოგიდგენთ ექსპრეს კრედიტის 3-0 აქციას. თუ თქვენ არასდროს გისარგებლიათ ექსპრეს კრედიტით, 31 დეკემბრის ჩათვლით აიღეთ ექსპრეს კრედიტი მაქსიმუმ 700 ლარის ოდენობით და გათავისუფლდით კრედიტის გაცემის, პირველი თვისა და კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიოსგან. მობრძანდით ექსპრეს ბანკში, ისარგებლეთ ექსპრეს კრედიტით და შეხვდით ახალ წელს მეტი თანხით. ექსპრეს ბანკი. მარტივია. გორგიაში საახალწლო ფასდაკლებების აქცია დაიწყო. შეიძინეთ საძინებლის კომპლექტი 1318 ლარად და მიიღეთ საჩუქრად გასაშლელი დივანი. გაწუხებთ მუცლის შებერილობა. ეს პომიზანი ამცირებს გაზების რაოდენობას ნაწლავებში და გმატებთ თავდაჯერებულობას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. ხმაურიან და შებერილ მუცელს ეს პომიზანი უშველის უწევ. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. სენსაცია, გადმოტანილ, პორტირებულ სესხებზე, მხოლოდ 0%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორი König Pilsner. Heute ein König. König Pilsner. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლიმონათი ხილიანი. როცა უკეთესი გინდა. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია Makticom-ის roaming-ის ინტერნეტ პაკეტები 5 ლარიდან. გააგრძელე Makticom-ის ინტერნეტით სარგებლობა უცხო ეთშიც. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია Express Card-ი Express ბანკისგან. გადაიხადეთ Express Card-ით ყველგან და ყოველი გადახდისას დააგროვეთ Express ბონუს ქულები. Express ბანკი. მარტივია. კვირის მთავარი თემები და სტუმრები. შეფასება, თვალსაზრისი, პოზიცია, ქრონიკის სტუდია. ღია სივრცე განსხვავებული მოსაზრებებისთვის. ყოველ შაბათს 8 საათზე ქრონიკის სტუდია. იმედზე. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. სენსაცია, გადმოტანილ, პორტირებულ სესხებზე, მხოლოდ 0%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორი König Pilsner. Heute ein König. König Pilsner. ეს არის ქრონიკა 8-ზე. ენერგოუსაფრთხოება, რეგიონული და საერთაშორისო პროექტები, კანონმდებლობის დახვეწა და ელექტროენერგიით ვაჭრობა. ეს თემები განიხილებოდა ენერგეტიკული ქარტიის მინისტერიალზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. ღონისძიებას 50-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთაშორისო ფორუმი პრემიერმა, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა გახსნეს. ინვესტიციებთან თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც შევიდა ექსპლუატაციაში 2013 წელს, სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებისთვის
მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ასევე შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ლოგიკური გაგრძელება გულისხმობს რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ჩართვას ელექტროენერგიის რეგიონულ ბაზარში. ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ საქართველოში, იმისთვის რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ შიდა მოხმარება და მეტიც შევძლოთ ელექტროენერგიის გატანა თურქეთში, თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში. ჩვენ ასევე მონაწილეობა გვაქვს მიღებული ძალიან მნიშვნელოვან დიდ საერთაშორისო პროექტებში, როგორიც არის ბაქო-ჯეიხანი, შაჰდენიზის პროექტი და დავამტკიცეთ, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა. ხოლო დღეს არსებული დადგმული სიმძლავრეებიდან უკვე ლიცენზირებულ სიმძლავრეებამდე რომ მივიდეთ, საქართველოში უნდა განხორციელდეს 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ შემდგომი 10 წლის განმავლობაში უკვე არსებულ კონტრაქტებში ჩვენ ყოველწლიურად საშუალოდ 700 მილიონი დოლარის ინვესტიციები გვექნება. რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობამ შესაძლოა ევროპის გაზით მომარაგების პროექტი დააჩქაროს. ტრანსანატოლიური გაზსადენის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდებას ითვალისწინებს, უკვე დაწყებულია. ტანაპი 2018 წელს უნდა ამოქმედდეს, თუმცა თურქეთის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ეს ვადაზე ადრეს მოხდეს. ტრანსანატოლიურ გაზსადენს საფუძველი რამდენიმე თვის წინ ჩაეყარა. პარალელურად უკვე მოქმედი სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოებაც მიმდინარეობს. ორივე პროექტის დასრულება კი საქართველოს როგორც ტრანზიტულ ქვეყანას გაზის დამატებითი მოცულობის მიღების საშუალებას მისცემს. რეგიონის ენერგეტიკულ რუკას სანდრო ჯუფალაკიანი გაგვაცნობს. ეს ტანაპის, ანუ ტრანსანატოლიური გაზსადენის მარშრუტია. მილსადენის სიგრძე თითქმის 2000 კილომეტრია. პროექტის დასრულების შემდეგ ევროპელი მომხმარებლები აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ბუნებრივ აირს მიიღებენ. მოსკოვთან კონფრონტაციის ფონზე ანკარა ტანაპის ამოქმედებას რეკორდულად მოკლე ვადებში გეგმავს. ენერგეტიკის მინისტრებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რომ ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობა არა 2018 წელს, არამედ უფრო ადრე დასრულდეს. ამისთვის დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ. განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც რუსეთს ეგრეთ წოდებული თურქული ნაკადის შეჩერება მოუწია. ექსპერტები ამბობენ, რომ მოსკოვი რეგიონზე ენერგეტიკულ გავლენას კარგავს. რუსეთი ბუნებრივ აირს ტრადიციულად პოლიტიკური იარაღად იყენებს, თუმცა ეს მცდელობები სულ უფრო და უფრო ნაკლებად წარმატებულია. ტანაპის დაჩქარება საქართველოს შეღავათიან ფასად დამატებით სატრანზიტო მოცულობას მოუტანს. პირველ ეტაპზე პროექტით წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრის გატარება მოხდება. საქართველო აქედან 5%-ს მიიღებს, რაც დღევანდელი მოხმარების დაახლოებით მესამედია. კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სიკეთის მეტი არაფრის მოტანა არ შეუძლია, იმიტომ რომ ერთი წლით უფრო ადრე მივიღებთ მეტ გაზს, ვიდრე უნდა მიგვეღო პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმებოდა, თუმცა როგორც მოისმინეთ, ეს ვადა შესაძლოა შეიცვალოს. ტანაპს კავკასიის რეგიონისთვის, თურქეთისთვის და ევროპისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოცულობითი სამუშაოები არის შესაძლებელი. გეგმით გაწერილი იყო, რომ 2019-20 წლებისთვის უნდა დასრულებულიყო. თუმცა ზოგადად ასეთი მასშტაბური პროექტები ყოველთვის დაგვიანებით სრულდება ხოლმე. თუმცა დაველოდოთ. კახიკალაძის განცხადებითვე პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს გაზპრომისგან ან სხვა მომწოდებლებისგან დამატებითი გაზი აღარ დასჭირდება. რუსეთი სირიაში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება, მოსკოვი კი ოფიციალური განმარტებების